წლის საუკეთესო მოვლენა, წლის ადამიანი. ასეთი აქცენტით მონიტორინგის ჩატარება არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტმა ითავა. კვლევის შედეგად 1997 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად დასახელდა სასამართლო რეფორმა. იგულისხმება პარლამენტის მიერ სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსების მიღება. განსაკუთრებით აღინიშნა სიკვდილით დასჯის გაუქმება. წლის ადამიანად კი დასახელდა მიხეილ სააკაშვილი, როგორც სასამართლო რეფორმის ინიციატორი. მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე. მას სულ რაღაც 8 დღის წინ 30 წელი შეუსრულდა. ჰყავს მეუღლე სანდრა როლოვსკი და ერთი შვილი სახელად ედუარდი. მიხეილ სააკაშვილი მარადმწვანეს ნაცვლად იყო მრავალფეროვანი სტუდენტი. კერძოდ, დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი. ასევე დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოქტორანტურა. მუშაობდა ნორვეგიის ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტში. 1994 წელს მან მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი. ალბათ სწორედ მაშინ გაშალა ფრთები სააკაშვილმა და გაიჭრა სამართლებრივ სივრცეში. მისი დევიზია ეროვნული დამოუკიდებლობა, პლურალისტური დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, სამოქალაქო მშვიდობა და ეთნიკური ტოლერანტობა. აქვე შევნიშნავთ, ეტყობა კაცს დასავლური განათლება. წელს მიხეილ სააკაშვილი უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით აირჩია საქართველოს იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარედ. ცნობისთვის, სასამართლო რეფორმის განხორციელებაში იუსტიციის საბჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ის წარმოადგენს ქვეყნის პრეზიდენტის ერთგვარ სათათბირო ორგანოს. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა შეარჩიოს და პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს მოსამართლეთა კანდიდატურები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოგეხსენებათ, სასამართლო რეფორმა აწყდება დიდ დაბრკოლებას იმ მოსამართლეებისა და ინსტიტუტების მხრიდან, რომლებიც ოპოზიციაში არიან რეფორმის პროცესთან. სისხლის სამართლის კოდექსების მიღების მიუხედავად, სამართალდამცავ სტრუქტურათა შორის მაინც გრძელდება დავა ფუნქციათა გადანაწილებისთვის. რეფორმატორი სააკაშვილი კი სწორედ სამართალდამცავებთან ბრძოლაში პირველ კაცობისთვის დააჯილდოვეს. მიხეილ სააკაშვილი, წლის ადამიანი, ხარის წლის ბუღა, ასე უწოდა მას პრესა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული რეფორმის პაკეტი გამიღებული სასამართლო რეფორმის საკითხებზე. ახლა ერთადერთი ყველაზე მთავარი დარჩა, რომ განხორციელდეს ცხოვრებაში, რაც ყველაზე რთულია ხობე, როგორც წესი, იმიტომ რომ ბევრი ჩვენი კანონი რაღაც სამეცნიერო ფანტასტიკასავით, ხშირად არასამეცნიერო ფანტასტიკასავით უფრო სამწუხაროდ რჩება ქაღალდზე და არ ახდენს უშუალო მომხმარებელთან ჩვენ მოქალაქემდე. თუ კი რამ უნდა გაკეთდეს მომავალ წელს, ეს არის ის, რომ რეალურად დაიწყოს იმ კანონების ამუშავება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, მაგრამ რომლის შესახებაც ბევრმა არაფერი არ იცის, მათ შორის იმ ხალხმა, მოსამართლეებმა, კონკრეტული სამინისტროების მუშაკებმა, რომელსაც ევალება ამა თუ იმ კანონის განხორციელება. ერთი რამ უნდა იყოს, რომ როგორც ახლა ახალ წელს ხვდებით და ბევრი ის თანამდებობის პირი, რომელთა თანამდებობაში ყოფნა ჩემ დიდ გაკვირვებას იწვევდა გასულ წელსაც, ის ხალხი უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა ახალ იმავე თანამდებობებზეა. და ეს არის ყველაზე საოცრება. არავინ არაფერზე არ აგებს პასუხს, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა მოიპაროს, რა რეპუტაციაც არ უნდა ქონდეს საზოგადოებაში, ყველამ რო იყვიროს, რომ ეს ქურდია და ავაზაკი და ეს აბსოლუტურად ხელის გუზე ჩანს, ის როგორც იყო და როგორც აკეთებდა ამ საქმიანობას, ისევე აგრძელებს სრულიად დარწმუნებით თავის მომავალში და თავის შეულახავ უფლებებში. მიხეილ სააკაშვილი, წლის ადამიანი. რადგან ადამიანობაზე ალაპარაკი, ვილაპარაკოთ ადამიანს სააკაშვილზე. პოლიტიკა ადამიანს არ ცვლის, თუ ის არის მთლიანი და ნორმალური ადამიანი. პოლიტიკაში ადამიანი უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორც არის საერთო ცხოვრებაში. თუ როგორც კი ადამიანი იტყობს ნიღბის მიკრობას პოლიტიკაში, ამ ნიღაბა მე მოშორება აღარ იცის. პოლიტიკა არის ზუსტად ისეთივე სისუფთავის პროფესია, როგორც ნებისმიერ სხვა პროფესია, განსაკუთრებული მოთხოვნით. მე ვიტყვი, ეს ბევრად უფრო სუფთა პროფესია უნდა იყოს, თუ გინდა აკეთო მათ. თუ გინდა ახლა ინტრიგებს ჩაეფლო, ინტრიგებს დასასრული არ აქვს. როგორც კი ჩაეფლობი, ისე იცის ამას შეწოვა, როგორც ნამდვილმა ჭაობმა. იქიდან ამოსავალებზე აღარ არის და მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით იმ დონეზე არა ვარ მისული და ვცდილობ, რომ აბსოლუტურად ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ ვიყო ბოლომდე გულწრფელი და ბოლომდე თქვა ის, რასაც ვფიქრობ. მიხეილ სააკაშვილი ხშირად სტუმრობს პარლამენტის ბუფეტებს. თევზი უყვართ ძალიან, უყვართ ლანგეტი, ქაბაბი, უყვართ ის კიევის კატლეტი. მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით
განსაკუთრებით უყვარს გრეთში ხარ თევსთან ერთად. აქვს თუ არა სააკაშვილს ბევრი ფული? ახლა ხალხია რომელიც ბევრს ხარჯავს, მაგრამ არც ისე ბევრი ფული აქვს და არის ხალხი ალბათ ვისაც ბევრი ფული აქვს, მაგრამ არ აჩვენებს. არის ხალხი ალბათ მე ასე ვთქვათ მეც მადრიდს მივუყუთე, რომელსაც ძალიანაც უნდა ბევრი ხარჯის, მაგრამ ამის საშუალება ჯერჯერობით არ აქვს, მანამ სანამ პარლამენტში აქვს და არის ეს ნორმალურიც არის, იმიტომ რომ თუ გინდოდა ფულის კეთება, უნდა დარჩენილიყო ბიზნესში. ეს არის ნორმალური პრინციპი ყველა ქვეყანაში და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. სააკაშვილის ჩაცმულობას თუ მივაქცევთ ყურადღებას, განსაკუთრებულ სიმპათიას იმსახურებს მისი ჰალსტუხის ფერები. ფერი ერთგვარად ადამიანის ხასიათს ავლენს. რა ფერი უყვარს წლის ადამიან მიხეილს? მე ვიცი ამ ფერებზე ძალიან ბევრი სპეკულაცია დღეს ჩვენ პოლიტიკაში ეს რა თქმა უნდა ყავს მე არ მიყვარს ძალიან შავი ფერი და არც სულად თეთრი ფერები არ მიყვარს საერთოდ შავი და თეთრის გარდა სხვა ფერებიც საინტერესოა და საერთოდ უნდა ვისწავლოთ შავის და თეთრის გარდა სხვა ფერების გარჩევა და საერთოდ მთელი პალიტრის დანახვა და შეგვეძლოს ეს უფრო გაადვილებს ცხოვრებას მიყვარს ნათელი ფერები საქართველოში შავი ფერი უნდა იყოს მიუღებელი როცა შემოქმედებით ნიჭზე მიდგა ჯერი, სააკაშვილმა აღიარა, რომ რეჟისორობის ნიჭი აქვს, რომ არა პოლიტიკოსი გახდებოდა ან ჟურნალისტი, ან ტელერეჟისორი. სხვათა შორის ლამბადას ცეკვა უყვარს და წვეულებებზე დაჟინებით ითხოვს ხოლმე ამ მელოდიის დაგვრას. ამბობენ სააკაშვილს კარგი იუმორი აქვსო, თუმცა იუმორის გარეშეც სულ იცინის. ხანდახან ჭკუამხიარულის შთაბეჭდილებასაც ტოვებსო. ახალი ტიტული კი ალბათ უფრო გაამხიარულებს. თუმცა აქვე შევნიშნავთ, თავისუფლების ინსტიტუტმა წლის ადამიანის მიხეილ სააკაშვილის კონკურენტებად დაასახელა ედუარდ შევარდნაძე, ზურაბ ჟვანია, ირინა სარიშვილი ჭანტურია და ასლან აბაში.